მოგესალმებით მეგობრებო, გავაკეთოთ საჯარო გაშლა, რა არასვენებს, რა ფიქრი არ აძლევს მოსვენებას, რა აღელვებს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ მამაკაცს, რა ფიქრი არასვენებს თქვენს შესახებ, ნახოთ, რა ფიქრი არასვენებს თქვენს შესახებ, თქვენს ჩაფიქრებულ მამაკაცს. ჩაიფიქრეთ თქვენთვის ასურველი მამაკაცი და ვნახოთ მისი ფიქრები თქვენს შესახებ. ნახოთ, რა ფიქრი არაძლევს მას მოსვენებას. მას არაძლევს ფიქრი იმის შესახებ, რომ ეს ურთიერთობა საბოლოოდ არ დასრულდეს. ის ფიქრობს, რომ ვერ გაძლევთ იმას, რასაც თქვენ რეალურად იმსახურებთ. მას არასვენებს თქვენზე ფიქრები, მას ძალიან სურს თქვენთან ყოფნა. მას თქვენ ძალიან იზიდავთ და ფიქრობს, რომ არ შეუძლია თქვენს გარეშე. რა არასვენებს, რა ფიქრი არასვენებს თქვენს შესახებ ამ ადამიანს. მეგობრებო, ის ფიქრობს, რომ თქვენ ყველაფრით აღემატებით მას. ის ფიქრობს, რომ არ შეუძლია მოგცეთ ის, რასაც თქვენ იმსახურებთ. თქვენთან შედარებით ეს ადამიანი ან ასაკით პატარაა, ან მენტალურად, ან სამსახურის მხრივ თქვენზე მაღლა მდგომია და თვითონ ფიქრობს ეს ადამიანი, რომ თქვენ აღემატებით ყველაფრით მას. ფიქრობს, რომ თქვენი შესაფერისი არ არის, იმ მხრივ, რომ თქვენ მეტი ხართ, მის თვალში თქვენ იმპერატრიცა ხართ, ყველა მხრივ შემკული ქალბატონი ხართ, რომელიც რესურსიანი აქვს, საკუთარი შესანიშნავი გარემო აქვს, კარგი სამსახური, შეძლებული ქალბატონია. ის ფიქრობს, რომ გრძნობების მხრივაც ვერ გაძლევთ იმას, რასაც იმსახურებს. ეს ქალბატონი, ანუ თქვენ, რასაც იმსახურებთ, იმას ვერ გაძლევთ. ამიტომ ეს ადამიანი ძალიან ცუდ დღეშია. ნახოთ კიდევ რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. რა ფიქრები არასვენებს მას. მეგობრებო, თქვენ თუ ფარული პარტნიორები ხართ ერთმანეთის და ეს ხალხმა არ იცის და დაფარულია თქვენი ურთიერთობა, აი ამაზედაც ძალიან ღელავს. შეიძლება რომელიმე თქვენგანს ყავს შვილი, ბავშვი და ხელშემშლელი ფაქტორი არის თქვენი ურთიერთობისთვის, აი ესეც. და ფიქრობს, რომ ეს არ გაიგოს შვილმა ან შვილებმა. არ ვიცი, ძალიან ღელავს იმაზე, რომ რაღაც ფარული არის თქვენ შორის. ან შეიძლება ფიქრობს ეს ადამიანი, რომ რაღაცას უმალავთ თქვენ და რაღაც კიდევ არ იცის თქვენ შესახებ. შეიძლება ეს ადამიანი ეჭვიანობს სხვა პიროვნებაზე და ამის ფიქრიც არ აძლევს მოსვენებას. ნახოთ კიდევ რა ფიქრი არასვენებს თქვენზე, თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს, რა ფიქრი არ აძლევს მოსვენებას. კი ბატონო,
ეს ადამიანი თქვენ გაკვირდებათ უკაცრავად ამ სიტყვისთვის, მაგრამ გითვალთვალებთ თქვენს ყოველ ნაბიჯს აკვირდება შორიდან და მას სურს თქვენთან მოსვლა, ძალიან სურს თქვენს გარემოში ყოფნა, ფიქრობს როგორ მოვიდეს თქვენამდე და შესაფერის მომენტს ელოდება ამისთვის. კიდევ 3 არკანით ვკითხოთ, რა ფიქრი არასვენებს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს. ამ ადამიანს არასვენებს ოცნება თქვენზე, ფიქრობს, იხსენებს იმ მომენტს, როდესაც თქვენ იყავით ერთად, ან შეიგრძნობს იმ მომენტებს, როდესაც ერთად ძალიან კარგ დროს ატარებდით, როგორც ერთი ოჯახი. თქვენ ხშირად გეუბნებათ ეს ადამიანი, რომ მისთვის ხართ ოჯახი. ამ ადამიანისთვის თქვენთან ყოფნა უკავშირდება დიდ კომფორტს, ოჯახურ უსაფრთხო გარემოს, სადაც ის ლაღი და ბედნიერია. არასვენებს იმაზე ფიქრი და ოცნება, რა კარგი იყო თქვენთან და როგორ სურს მას ისევ იმგვარი ურთიერთობა, როგორიც გქონდათ. ამ ადამიანს ნამდვილად არასვენებს თქვენზე ფიქრები. მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის, მე ველი თქვენს კომენტარებს, გამოიწერეთ ჩემი არხი, ველოდებით თქვენს უკავშირს რამდენად რეზონირდა და მადლობა ყურადღებისთვის, გემშვიდობებით.